როგორც ყვავილების ასოციაციაში ამბობენ, გლობალური ტენდენციებისგან სრულიად განსხვავებული და რადიკალურად არაკონკურენტუნარიანი სურათია საქართველოს მეყვავილეობის სექტორში, რომელიც დღეს ფაქტობრივად თვითდინებაზეა მიშვებული და სერიოზული სისტემური გამოწვევების წინაშეც დგას. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ორგანიზებული და ხარისხიანი წარმოება რესურსების სიძვირის, ფერმერთათვის პროფესიული ცოდნის მიუწვდომლობისა და სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობის გამო, რის შედეგადაც ადგილობრივი ბაზარი სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე. თავის მხრივ, იმპორტიორთა უკონტროლო ზრდამ და საგადასახადო რეგულაციების მიღმა ოპერირებამ გამოიწვია საბითუმო და საცალო ბაზრების აღრევა. წესებისა და სტანდარტების ეს ტოტალური არარსებობა ყველაზე მეტად აზარალებს ყვავილების ინდუსტრიას, საშუალო მოწყვლად რგოლს და ქმნის არაჯანსაღ ეკოსისტემას, როგორც წარმოებლებისთვის და კეთილსინდისიერი მოვაჭრეებისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის. რა ვითარება ადგილობრივ ბაზარზე? ყველა მნიშვნელოვან საკითხს უკვე რუსიკო მიქავასთან, ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელთან და ნინა ჭანკვედაძესთან, ყვავილების ასოციაციის თავმჯდომარესთან და თანადამფუძნებელთან ერთად მიმოვიხილავთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. უპირველესად მინდა ვისაუბროთ იმ მთავარ მიზნებზე, რატომაც გაჩნდა იდეა, რომ დაფუძნებულიყო უკვე ასოციაცია და ის გამოწვევები თუ პრობლემები, რაც არსებობს ინდუსტრიაში, ერთი ქოლგის პრინციპით მოგვარებულიყო. რა იყო ის იდეა, რატომაც დაიწყეთ ეს ამბავი? იდეა წარმოიშვა მაშინ, როდესაც ჩვენ შევეჭიდეთ იმ პრობლემებს, რაც საქართველოს ბაზარზე შეგვხვდა. პირველი დიდი პრობლემა, რაც დავინახეთ, ეს იყო, რომ ბაზარი შეკრული არ იყო. ყველა ვისაც პრობლემა ჰქონდა, სათითაოდ მოქმედებდა და დავინახეთ, რომ სადღაც გაერთიანება იყო საჭირო და ამ გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა იყო საჭირო. პირველად ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა საბითუმო სექტორმა, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა დავინახეთ საქართველოში და რა ვიცი, დავიწყეთ მსჯელობა, ფიქრი, ასოციაცია ახლახან ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ჩვენ ფიქრობდით, სადღაც გასული წლის მარტი-აპრილის მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც მაღაზიებს ჰქონდათ გარკვეული პროტესტი, ჰქონდათ პრობლემები სერიოზული, თუმცა ეს პრობლემები რაღაცა თავიდან რაღაც ტალღისებურად განვითარდა, მერე მიჩუმდა, ვერ მოხდა ამ საკითხების ერთადგილას კონსოლიდირება, განვითარება და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მიმოვიხილეთ ბაზარი წარმოებიდან დაწყებული საბოლოო მომხმარებლამდე, დავაიდენტიფიცირეთ ყველა ის პრობლემა, რაც ამ ბაზარზე არსებობს და ვთქვით, რომ მოდი გავაერთიანოთ ყველა ეს სექტორი, მოვაქციოთ ერთი ლუპის ქვეშ, დავშალოთ სეგმენტებად, დავაიდენტიფიციროთ თითოეულ სეგმენტში პრობლემები და მოდით ვიფიქროთ ამის გადაჭრის გზებზეც და რა ვიცი, ჩვენი ასოციაციის მიზანიც სწორედ ეს არის რა. განვიხილოთ პრობლემები ფართოდ განვიხილოთ, დეტალურად განვიხილოთ, ჩავედეთ დეტალში, მოვძებნოთ რა რესურსი არსებობს საქართველოში, როგორ მოვიზიდოს ეს რესურსები, იქნება სახელმწიფო დახმარება, იქნება გარე რესურსები, იქნება და კიდევ მთავარი რაც არის, ავწიოთ განათლების დონე, ავწიოთ თითოეული აი მონაწილე რგოლის რა ვიცი, თვითშეგნება, რა ვიცი, რომ სწორად ვაკეთოთ ბიზნესი რა. აქ რატომღაც ბიზნესი კეთდება არასწორად. ამის მიზეზებიც არის, რა თქმა უნდა. არ არის ის, რომ საერთო კონტროლი არ არსებობს ბიზნესის, არ არის დარეგულირებული და თითოეული მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია. ყოველი კონკრეტული წერტილი მოქმედებს თავის ინტერესიდან გამომდინარე და არა ბიზნესი თავისი ინტერესიდან გამომდინარე. უფრო დეტალურად ალბათ გავშლით შემდგომი კითხვებიდან გამომდინარე ამ საკითხს. რამდენი წევრი ყავს ახლა უკვე ასოციაციას? ასოციაციას ჯერ ახალი გახსნელები ვართ, ბოლო მონაცემიც არ ვიცით, მაგრამ რა ვიცი, ათეულობით ჯერ მოდი აქ შევჩერდეთ, მეტი არ არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ერთი თვეც არ არის ალბათ, რაც გავიხსენ, არ არის ნამდვილად, ხო? თან ასოციაციის წევრი რო გახდეს თითოეული რგოლი, ხო, იმას მისმა უნდა დაინახოს საჭიროება რა ასოციაციის და ახლა პირველი რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული ის არის რომ ასოციაციის რა ქვია გარემოს დავანახოთ ჩვენი საჭიროება კი ჩვენი კი არა პირადად უბრალოდ საკითხის კონსოლიდირების საჭიროება კი ბატონო, მინდა ვისაუბროთ ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ გარკვეულწილად ვთქვით, ხომ, გამოწვევები, რომელიც არის ამ სექტორში, თუმცა ერთ-ერთი მთავარი არის ხარისხი, ასევე იმპორტზე სრულად დამოკიდებულება, თითქმის სრულად დამოკიდებულება ამ ბიზნესის. ეს რა პრობლემებს უქმნის უკვე ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესს, რომელიც ოპერირებს ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს ყვავილების რეალიზაციას?
ნახეთ როგორ არის ყვავილების იმპორტზე სრული დამოკიდებულება იწვევს ძალიან ისეთი არასტაბილურობის, უიმედობის შეგრძნებას. ძალიან ხშირად მე არ ვადანაშაულებ მხოლოდ იმპორტიორებს ხადია, ხან ფრენების გადადების გამო და კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც საბითუმო ბაზარი არის მოუწესრიგებელი, არასტაბილური, მაღაზიებისთვის ეს არის უდიდესი პრობლემა, გვიწევს ძალიან ბევრი შეკვეთის გაუქმება, მომხმარებლისთვის ახსნა ამ ყველაფერს, რომელიც მომხმარებლისთვის სრულიად გაუგებარია, გაუგებარი და ამასთან ერთად მიუღებელი, მას არ აინტერესებს ის მიზეზები, რაც სინამდვილეში შიდა სამზარეულოში არსებობს. ეს ამ ასოციაციის მიზანი სწორედ ეს არის, როგორმე მაქსიმალურად განავითაროს ადგილობრივი წარმოება, როგორმე ნელ-ნელა ჩამოვეხსნათ სრულად, რა თქმა უნდა, ალბათ შეუძლებელი იქნება, მაგრამ ნელ-ნელა ჩამოვეხსნათ იმპორტს. ამისთვის ალბათ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაღაც პროგრამების შემუშავება, წახალისება ფერმერების, ყოველ შემთხვევისთვის მაქსიმალურად ვეცდებით, მოკლედ რაღაც ფინანსები იქნება, გრანტები იქნება, თუ ასე შემდეგ მოვიძიოთ, რომ ფერმერები წავახალისოთ, რომ მაქსიმალურად განვითარდეს შიდა წარმოება და უფრო მაღაზიებისთვისაც უფრო საიმედო გახდეს მოკლედ თანამშრომლობა ფერმერებთან, ადგილობრივ მწარმოებლებთან. რომ შევაჯამოთ ჩვენი მაყურებლისთვის უკეთ იყოს გასაგები, რატომ ვართ დღეს 100%-ით თითქმის იმპორტზე დამოკიდებული? რა არის ამის სათავე და თქვენი საკუთარი წარმოებაც გაქვთ ხომ ადგილობრივი? შესაბამისად საინტერესოა გამოცდილებიდან გამომდინარე, რატომ ვერ ახერხებენ ფერმერები ხარისხიანი ყვავილის წარმოებას დღეს საქართველოში? მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ინდუსტრია, როგორც ესეთი სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ განვითარდეს. ეხლა ყვავილების ინდუსტრია არ არის, ყვავილები არ არის ყოველდღიური მოხმარების საგანი, ისევ როგორც ფარმაცია, დაუშვათ საკვების ინდუსტრია, ამიტომ შესაბამისად დიდი ინტერესი სახელმწიფოსი აქ არ არსებობს. ჯერ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ გამოკვეთილა. ძირითადად როგორ ყალიბდებიან ქართული ფერმერები, დაუშვათ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა სიყვარული გვაქვს რაღაცა გონია, თავიდან ყველაფერი ალბათ ეს ემოციით და რაღაცა ესეთი ლამაზი ფერებით იწყება, კი. და მე უკვე აზარტში რომ შედიხარ წარმოებად, გიფართოვდება, გინდა დაამტკიცო რაღაც და ყოველდღიურ სიზნელებს აწყდებით. რა თქმა უნდა, ჩვენმა წარმოებამ ეს სიზნელები ეტაპ-ეტაპ გაიარა. დღესაც კი მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბიზნესი მომგებიანია, ჩვენ ბიზნესს სხვა რაღაცა ფინანსებს, უფრო ეს არის აი ჟინი, რომ გქონდეს ხარისხი, ალბათ ეს არის რა ვიცი, ყველა ბიზნესის მოწოდება, რომ დაამტკიცოს და თავისი სიტყვები თქვას. ეხლა ვთქვათ, რა არის პრობლემა ქართულ წარმოებაში? ქართულ წარმოებაში პირველი პრობლემაა განათლება. დღეს არ არსებობს ფერმერი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სრული აგრონომიური განათლება გააჩნია, რომელმაც იცის ყვავილების, რა ვიცი, ბიოლოგია. არ არსებობს ესეთი რაღაც. მეორე ის არის, რომ უნდა ისწავლო, რა თქმა უნდა, ინტერნეტით, უნდა ისწავლო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქ არ არსებობს ისეთი ტრენინგები, რომელთაც შეიძლება ფერმერი დაატრენინგო. საკუთარი გამოცდილებით უნდა ისწავლო და მეორე კიდე შემდეგი პრობლემა, უფრო ყველაზე დიდი პრობლემა, ენერგორესურსები, რომელიც ძალიან ძვირია საქართველოში. გამორიცხეთ, რომ ქართველმა მომგებიანი, რა ვიცი, პროდუქცია აწარმოოს, თუ ის იქნება ენერგორესურსები საბაზრო ფასზე დამოკიდებული, ხო? შემდეგი, რაც ყველაზე დიდი პრობლემა, იმპორტიორის ფასებზე დამოკიდებულება. რა ფასადაც არ უნდა აწარმოოს ქართულმა ფერმერმა პროდუქტი, ის უნდა გაუსწორდეს იმპორტიორის ფასს. მესამე პრობლემაა კიდევ დაურეგულირებელი ბიზნესი, ანუ დღეს ქართულმა მეწარმემ იცის, რომ რაღაცა უნდა აწარმოოს მაშინ, როდესაც ამის სეზონია, უნდა აწარმოოს მაქსიმალურად ბევრი, იმისთვის, რომ ბევრი გაყიდოს და ფული დარჩეს. ბევრი ეს ნიშნავს იმაში, რომ მაისში რომელიმე ერთი კონკრეტული პროდუქტი რომ შემოვა, იმ პროდუქტზე უნდა დაეცეს ფასი, უნდა გაუფასურდეს ქართული წარმოება და ფასი რო დაეცემა და წინასწარი იცის ფერმერმა, რომ ფასი დაეცემა, მას არც შხამქიმიკატებს იმეტებს, არც სამუშაო ძალას იმეტებს და ქმნის უხარისხო პროდუქტს. ბუნებრივია ეს. შესაბამისად, ჩვენი ფერმერის კონკურენტი არის ზუსტად ადგილობრივი წარმოება და ის რომ მე ვთქვათ ზამთარში, ნახეთ, თავარი რა არის თავი განათება და სითბო, ხო? აი განათება და სითბო თუ არა გაქვს და განათება ძალიან ძვირი ჯდება, ხო? დამოკიდებული ხარ გარემო პირობებზე, სითბოს კიდე შექმნი, ხო? და გამოდის რომ შენი ძვირადღირებული პროდუქტი უყურებს ორ რამეს: ქართველი მწარმოებლის გაუტურქცევას და
და მეორე იმპორტიორის ფასს. და შესაბამისად შენი საკუთარი ფასი ბაზარზე არ გაგაჩნია. თან ვერ ამკვიდრებ იმას, იმის გამო რომ უხარისხო პროდუქტთან ასოცირდება ქართული პროდუქტი, ვერ ამკვიდრებ იმას, რომ შენ თქვა, რომ არა, ჩემი ფასი იმპორტირებულზე ძვირი უნდა ღირდეს. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ ჩემი წარმოებული პროდუქტის ფასი იმპორტირებულზე ძვირი უნდა ღირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გაუვლია ის რყევები, რაც იმპორტირებულმა პროდუქტმა გაიარა, ის თქვა ტემპერატურული რყევები, დროში, უწყლოდ ყოფნა და ასე შემდეგ. თუმცა რა ვიცი, ესეც მოკლედ თვითშეგნების ამაღლებაა, როგორც საბოლოო მომხმარებლის, ასევე მაღაზიის და ასე შემდეგ. რა ვიცი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაღაცა სახელმწიფო დაინტერესება გამოჩნდება. ამასაც უნდა ფართო მომხმარებლამდე მიტანა რა, რაშიც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ამას ვერ გაუშვებ ხელიდან, რომ დღეს მოგვეცა აი ასე მალე ჩვენი ასოციაციის შექმნიდან მოგვეცა საშუალება ის რომ წარვუდგეთ ფართო საზოგადოებას, გავხადოთ ეს ინფორმირებული ეს ყველა პრობლემა და ნუ მეტნაკლებად იმედს ვიქონიებთ, რომ რაღაცას უფრო დავაინტერესებთ იგივე, არ ვიცი, ვინც გრანტის გამცემ საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, სახელმწიფო იქნება იმისთვის, რომ კარგი მაგალითია სომხეთი, რომელშიც რამოდენიმე წლის წინ არ იყო ეს ინდუსტრია და როგორც კი დაინტერესება გახდა და როგორც კი რაღაცა სახელმწიფო რა ვიცი შეღავათები მიიღო ინდუსტრიამ, როგორც სწრაფად განვითარდა. კიდე ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორიც არის. ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია ბაზარზე. კი ბატონო. ხარისხიანი, კი, ნამდვილად ხარისხიანი პროდუქციის წარმოება დამოკიდებულია ხელშეწყობაზე. კი ბატონო. მინდა ფასების ნაწილზეც გკითხოთ, წელს რა ვითარება ბაზარზე ამ კუთხით? თქვენ ხუთწლიანი გამოცდილება გაქვთ ხომ ამ ბიზნესში არსებობის და ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ ხომ ერთი შეხედვით ფასების ქაოსურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ იმპორტზე დამოკიდებული სექტორი რეალურად მე ამ პრობლემას აწყდება ხომ, რომ თვითონ ვერ ადგენს ფასს და მაინც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე არის დამოკიდებული. რა ვითარებაა წელს ფასების კუთხით და რამდენად მერყევია ფასები? წინა წლებთან შედარებით ვიტყოდი, რომ წელს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა და ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მომავალ წლებში არ დამძიმდეს კიდე ეს მდგომარეობა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მოკლედ პრობლემების მოგვარების დაწყება ყოველი შემთხვევისთვის. აი ამ საცალო და საბითუმო ფასების აღრევამ გამოიწვია ფაქტობრივად მომხმარებლის დაკარგვა მაღაზიებისთვის, დავარქვათ დაკარგვა, მაღაზიები დამეთანხმებიან, ვინც მისმენს, რომ ფაქტობრივად დაკეტვის პირას არიან. ძალიან დიდი რაოდენობა არის დაკეტვის პირას, საკუთარი ძალებით ვერ აგვარებს ამ პრობლემას, ჯერჯერობით ასოციაციაც ახალი ჩამოყალიბებულია და ვერ აცნობიერებს, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ ასოციაციას და ზუსტად ეს გვინდა დავანახოთ, რომ ამ ასოციაციის საშუალებით ამ პრობლემების მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია. მე მაგალითად ვიტყოდი, რომ წლევანდელი წელი იყო ერთ-ერთი მართლა ყველაზე პრობლემური წელი. იმდენად პრობლემური იყო, რომ არ ვიცი რუსიკო შეგიძლია დამეხმარო, რამდენად დიდი პრობლემები მოიტანა წლევანდელმა წელმა და რა დაგვანახა ამ კუთხით. ხო, და თან ახსენეთ, რომ მაღაზიები, ბევრი მაღაზია დაკეტვის პირას არის. ამის მთავარი მიზეზი ზუსტად ეს არის, საცალო და საბითუმო ფასების აღრევა. პირველი ეს არის, რომ აი რაღაცა წლების წინ საბითუმო ბაზარი ასე თუ ისე დარეგულირებული იყო. სულ ციძე ჩამოსათვლელი მომწოდებელი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა რა რაოდენობის ყვავილი ჭირდებოდა ბაზარს და რა რაოდენობა უნდა შემოიტანა. შემდეგ, აი ხა ნარატივები არსებობს საზოგადოებაში ისეთი, რომ აი არ ვიცი, ნარატივია რა და ყვავილების ბიზნესში იშოვება დიდი ფული. ეს არის პირველი, რომ ესე რომ ვთქვათ, ესეთ ენაზე, რომ ყვავილების ბიზნესში იშოვება ფული. შესაბამისად, ალბათ ის არის, რომ აქ რაღაცა მაღალი დონე არ არის იმის და უჭირს ხალხს და გადაწყვიტა ხა მასობრივად გადაწყდა რატომღაც რომ ყვავილების შემომტანები უნდა გახდეს ბევრი. ხო, ყვავილების შემომტანები გამრავლდნენ, უკონტროლო გახდა ეს წერტილი. შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით საქონელი, კი მე მინახავს თქვენ გადაცემებშიც რომ იმპორტის რაოდენობა გაიზარდა რაოდენობა, მაგრამ მოხმარება არა. ანუ აცდა მიწოდება მოთხოვნას. შესაბამისად, საბითუმო მეწარმეებს დარჩა ჭარბი საქონელი.
ეხლა კიდე აქ მეორე პრობლემაა, ნახეთ, მე ვითუმეს რომ ჭარბი საქონელი გავუჩნდა, ჯერ თქვა დღეს ჩამოიტანა ხო, მე ვითუმე. ყველა მაღაზია იქიდან გამომდინარე, რომ საბითუმე ბაზარზე ყვავილების შენახვის წესი არ არსებობს და მეორე მესამე დღეს აზრი არა აქ შენ იყიდო, მე ვითუმესგან პირველ დღეს უნდა იყიდო საქონელი. პირველ დღეს მიდის მაღაზია, ყიდულობს საქონელს პირობითად თქვა 6 ლარად და მე ვითუმე რომელსაც საქონელი ბრჭყალებში თქვა ჩაუწვა ხო, იძულებულია მეორე მესამე დღეს როგორღაც გაასაღოს ეს საქონელი. მოიფიქრეს მე ვითუმეებმა რომ გახდნენ საცალო მოვაჭრეებიც. და ბაზარს, აი როგორ გითხრათ, ბაზარს უხსნიან ამ ეგრეთ წოდებულ შეკრებს და სათითაოდ ყიდიან ოღონდ იმაზე იაფად, ვიდრე მაღაზიას მიაქვს საბითუმო ბაზარი. რა უნდა გააკეთოს მაღაზიამ და გაჩნდა ახალი ტერმინები საზოგადოებაში. გაქვთ თუ გირეკავენ და გეკითხებიან. აბა ერთი მითხარი, გაქვთ ადამიანური ფასები, გაქვთ ადეკვატური ფასები და რა უნდა უთხრა? მე დღეს მაღაზიას მაქვს, რო გითხრათ და დღეს ვეუბნები ერთ პასუხს. ადეკვატური ფასი გვაქვს, გავუშვათ ის 6 ლარიანი საქონელი ღირს 12 ლარი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ვიტყვი სად წახვიდეთ, ანუ სამგორში და იყიდოთ იგივე 4 ლარად. ვერ ავუხსნი. მას შეუძლია იყიდოს ყვავილი 4 ლარად და შეუძლია იყიდოს 12 ლარად. და ის ხო ვერ აცნობიერებს იმას, რატო ყიდულობს 4 ლარიან საქონელს და აქ რომელი მაღაზიაში რომელიც იხდის გადასახადებს, რომელიც პერსონალს უხდის ხელფასებს, რომელიც შესაბუთ მასალას ყიდულობს, ძვირადღირებულს, იმიტომ რომ კარგად გამოიყურებოდეს. ყვავილებში აქვს ძვირადღირებული ასორტიმენტიც და თაიგულს რო კრავს, რატო ღირს თაიგული ძვირი, ამას ვერ ვუხსნით მომხმარებას. ვერ ავუხსნით, როდესაც არსებობს ესეთი ნარატივი, რომ საღამოს შეგიძლია სამგორის ბაზარში გაისერნო და იყიდო იაფად ყველაფერი, თან ნახეთ რამხელა არჩევანი, ბაზარია და არჩევანია, რა თქმა უნდა. ამან მაღაზიები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. ნამდვილად საშუალო სეგმენტმა დაკარგა მომხმარებლის დიდი რაოდენობა. ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც არ ჩანს და ამისი ამოწევა საჭიროა, ამისი კომუნიკაცია საჭიროა მომხმარებელთან, რომ იცოდეს, რომ იაფი, არ ვიცი, იაფი თხილია თუ რა არის, მხოლოდ სათაგურშია. ყველაზე დიდი პრობლემა კიდევ, რატომ არის ყვავილები იაფი გარევაჭრობისას. მე არ ვიტყვი, ესეც არ ვიცი ტაბუდადებული თემა, თუმცა ყველამ შინაგანად მეორად ყვავილს გულისხმობ ალბათ, ხო? ყვავილები. ხო, მეორადი ყვავილების ბაზარზე გატანა, მე მგონია პირადად მე და ამას ხმამაღლა ვიტყვი არ მეშინია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. იმიტომ რომ მეორადი ყვავილი, ყველამ ვიცით, რომ დაბადების დღეზე მირთმეული ხარისხიანი ყვავილი არ არის. ვიცით, საიდან მოდის მეორადი ყვავილი, თუ მაღაზია თავისთან შეიტანს მეორად ყვავილს, ის შეიძლება მოხდეს სამშობიაროში, მოხდეს ბაგაბაღში და იმებზე, რა ქვია, ღონისძიებებზე, ყველგან შეიძლება მოხდეს და საშიშია ელემენტარულად სანიტარული დონეები არ არის დაცული. მერე უკვე კიდევ რაც დიდი პრობლემაა, რომ ეხლა უკვე მომხმარებლის პრობლემაზე გადავიდეთ კიდე. გარდა იმისა, რომ მეორად საქონელს ყიდულობს, გარდა იმისა, რომ მოუვლელ საქონელს ყიდულობს და გარდა იმისა, რომ მის ფსიქოლოგიაში ზის რო ყვავილს რომ მიიტანს მეორე მესამე დღეს რომ ფუჭდება და უნდა გადააგდოს, ამას შეჩვეულია დღეს ქართველი მომხმარებელი. მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ შარშან ბათუმში გავგზავნეთ ჩვენი ყვავილები. ჯერ ის ვისაც მიქონდა საჩუქრად ეს ყვავილი ძალიან წუხდა გზაში გამიფუჭდებაო და ერთი კვირის მერე ბათუმიდან დარეკა იმ ადამიანმა, უბრალოდ დაურეკა ვინც მიართო იმ ყვავილს და ესეთი ტექსტით გამოვიდა. ერთი კვირა ეს ყვავილი არ გამიფუჭდაო და ნეტა რითი იყო ეს გაჟღენთილიო. არაფრით არ იყო ხალხნო გაჟღენთილი, არაფრით, იყო საღი ახალი დაკრეფილი ყვავილი, ხო? ანუ იმდენი ცრუ ინფორმაცია და ცნობიერების ამაღლება გჭირდება, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და იმედია რომ ყველა ის პრობლემა რის გამოც და რა მიზნითაც გაერთიანდა ასოციაცია მოგვარდება და მიიტანთ შესაბამის უწყებებამდეც. მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოგვეცით საშუალება ამ პრობლემების ესე ხმამაღლა გაჟღერებისთვის. კი, არც გვეგონა ამ ხელში შესაძლებობა რომ მოგვეცემოდა. უღრმესი მადლობა. რუსიკო მიქავა ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელი, ნინო ჭანკვეტაძე ყვავილების ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე თანადამფუძნებლები გსტუმრობდნენ გადაცემა.